კაპანაძემ, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშყუა პატიმრობაში გაუშვა. ახლა სამოქალაქო აქტივისტს 5 დღის გატარება მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ბანერის და ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვის გამო. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სხდომათა დარბაზში, მათ შორის მოსამართლე თორნიკე კაპანაძის ერთგვარი ახსნა განმარტება თუ რატომაც მიიღო მან ეს გადაწყვეტილება და რატომ ცნო თორნიკე თოშყუა სამართალ დამრღვევად. შეიძლება პირდაპირ ითქვას ის, რომ კაპანაძემ დღეს თავადაც აღიარა ის, რომ ბანერი, რომელთაც წარმოდგენილი იყო თორნიკე თოშყუა, საერთოდ არ არის სამართალ დამრღვევა და მათ შორის არც ის გამოკითხვა, რომელსაც ის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა, როგორც კაპანაძე ამბობს, ეს გამოხატვის თავისუფლებაში სრულებითაც ჯდება, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილება წინა დაკავების გამო მიიღო და როგორც მან ახსნა დღეს სხდომათა დარბაზში, ივარაუდა ის, რომ ეს იყო წინა დაკავების გაგრძელება და სწორედ ამის გამოცნო ის სამართალ დამრღვევად. რაც შეეხება იურისტებისა და თორნიკე თოშყუა სამოქალაქო აქტივისტის მეგობრების განმარტებით, ეს არის სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ყველანაირ სამართლებრივ სტანდარტებს ცდება და რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების პროტესტის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული ქმედება, რისთვისაც დღეს განიხილებოდა საქმე, არ წარმოადგენდა სამართალ დარღვევას, მაგრამ წინა ფაქტები, წინა დღეების ფაქტები ერთიანობაში განიხილა და თქვა, რომ ივარაუდა, გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვარაუდი, რომ თორნიკე თავის გულში ფიქრობდა იმას, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა ვინმესთვის და დაერღვია საზოგადოებრივი წესრიგი. მოსამართლემ ვერანაირად ვერ დაასაბუთა, რატო ჯდებოდა ეს თორნიკეს ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს როგორ რატო ცილდებოდა და რატო იყო ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. სასამართლოც და შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა სასამართლო უნდა აკეთებდეს ამის კონტროლს, უფრო და უფრო უკანონობისკენ მიდის და უფრო ისეთ გადაწყვეტილებებს ხედავთ, სადაც მინიმალური სტანდარტებიც კი არ არის დაცული გამოხატვის და შეკრების თავისუფლების. არ გვიყვარს ბოლო პერიოდში მუდმივად ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ვხედავთ და პრობლემაც ზუსტად აქ არის, როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოს მიტაცებაზე. წარმოუდგენელია ხალხო, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვსაუბრობ რაზე? ბანერზე რა წარწერა? ბანერზე რა წარწერას გავაკეთებთ? ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტი. ეს არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. შესაძლოა წარმომადგენელმა ისიც კი გაბედა და გითხრა, რომ იცით რა, სმაილს დაწერდით თუ არ დაწერდით, ჩვენ მაინც ჩავთვლიდით ყველაფერი, მზეც რო დაგეხატათ, ჩვენ ჩავთვლიდით, რომ ეს იყო შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ ჩვენ ასე მიგვაჩნია. ამათი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ შევწყვიტოთ პროტესტი, შევწყვიტოთ საკუთარი აზრის გამოთქმა და უნდათ რომ მაქსიმალურად ეს ყველაფერი შეგვიზღუდონ. თორნიკე გამოვა და ისევ დაუბრუნდება თავის პროტესტს. მე ამის მჯერა და მეც თორნიკესთან ერთად ვიდგები ბოლომდე. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს არის რიგით მეორე დაკავება თორნიკე თოშყუასი და ამჯერად უმკაცრესი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ის პატიმრობაში გაუშვა. წინა შემთხვევაში ის სამართალ დამრღვევად ცნეს, მაგრამ მას 6,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. რაც შეეხება თავად ბანერების და ფურცლების დევნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფურცლებზე დევნა და ბანერების კონტროლი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც 600 დღეზე მეტია რაც ქუჩაში დგანან, ამბობენ იმას, რომ მიუხედავად ამ დაშინების მცდელობისა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.